გამარჯობა. ეს მარტოების წუთებია. და მინდა გითხრათ, რომ დღესაც ჩემი სპონსორი და გულისადი მეგობარია Subway. გვანცა დარასელია დღეს ჩემი სტუმარი. გვანცა, როგორ ახარ? ოღონდ ის როგორ ახარ არ არის ის როგორ ახარ. არის რეალური როგორ ხარ? შეკითხვა. საშუალოზე კარგად, მაშინ. ხო, აი გეუბნები. საშუალოზე კარგად. ანუ ოპტიმისტურად და უკეთესის ფიქრით და მოლოდინით. და ვინ ხარ მაშინ, როცა საკუთარ თავთან ვარ ტორჩები? ვიცოდი რომ ამ კითხვას დავინახე. და რომ ვარ შენი პოდკასტის მაყურებელი. მაგრამ მაინც რთული კითხვაა. ძალიან რთული. იმიტომ რომ რაღაცა პიროვნულ ძიებას მოითხოვს რა და თან მithumetes როცა ერთი შეხედვით ყველა მიცის ვინც ხარ. ძალიან ძნელია რომ მაინც მაგროლიდან გამოხვიდე. რა ვიცი, საკუთარ თავთან რო რჩები მარტო, ვფიქრობ რომ ყოჩაღი გოგო ვარ. მე საერთოდ ამ ბოლო დროს დავიწყე საკუთარი თავის შექება. და იმ რაღაცების დანახვა და სხვებისთვისაც თქმა, რაც აქამდე მიჭირდა რა საკუთარ თავზე. ამიტომ მგონია რომ მაინც ყოჩაღი გოგო ვარ, მაგრამ მეტი შემიძლია. ამას ვფიქრობ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, რაღაცა მეტი პიროვნული თუ ყველანაირი თვალსაზრისით მგონია რომ მეტი რესურსი მაქვს და ვერ ვშვები. ვერ თუ არ, შენთვის ვერ უფრო კაი სიტყვა თუ არ? ვერ, იმიტომ რომ გავამართლო რომ არ. ალბათ რა, ეგ ხო ეგრეა. მაგრამ ვერ ალბათ, იმიტომ რომ უამრავი ადამიანია ჩემს გარშემო, რომლის პრიორიტეტებიც ხანდახან ჩემსას ჯობნის რა, რომელთა საჭიროებებიც თუ რაღაცეები რა, რაც რითიც მათი და ჩემი ცხოვრება იკვეთება, ხო ხვდები? და ამიტომ რაღაცა დათმობებზე ვარ წასული და ყოველდღურად ეს დათმობები მიწევს და აი ჩემ თავზე მუშაობ, რომ აი ეს მინდა მომენტი უფრო ამოიყვანო? ხო, იმიტომ რომ აი დაკვირვებული თუ ხარ, ადამიანებს ხშირად გვჭირს ეგ, რომ აი ვიცი რა არის, აი იქ უნდა წავიდე, იმიტომ რომ იმან ეს რაღაცა მითხრა და მე ამ თხოვა და თან ის იქ რაღაცა და ამ დროს შეგვიძლია უბრალოდ თქვათ, რომ მინდა რომ წავიდე, თქვათ იქ, ან მინდა რომ გავაკეთო ესა, იმიტომ ვაკეთებ. აი ეგ მომენტი ძალიან შეიძლება მემერთულება, არ ვიცი, ის მინდა რომ სხვაც გავითვალისწინო და თან ჩემი რაღაცაებიც ისე გავაკეთო რა და მომენტებში ძალიან დამტანჯველია ეგ. რა. და მაინც რაღაც მომენტში შენი აზრით რომელი უფრო ეწირება? ჩემი სურვილები თუ სხვისი? საერთო ჯამში მაინც საკუთარი შინაგანი მე, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, როცა რაღაცის გაკეთება გინდა და ამას ვერ აკეთებ. აი მარტივ ყოველდღიურობებზე ვამბობ რა, აქ არ არის ლაპარაკი რაღაცა იმაზე, რომ ვინმე წინ მიდგას ჩემს გეგმებში და ცხოვრების რაღაცაში, მაგრამ მე თვითონ ვაკეთებ იმას და ეხლა უბრალოდ დავიწყე იმაზე დაკვირვება, რომ მე ეს მაწუხებს. ანუ ის რომ მე რაღაცა მინდოდა და არ თუ ვერ გავაკეთე იმ მომენტში, აი იმ წამს, ხო? მე ეს მაწუხებს. ვიღაცები არიან, რომ აი ტიპები არიან ეგეთი, რომ აი რაღაცა შეწირავენ რა თავის ცხოვრებას, თავის გეგმებს, თავის რაღაცებს, ოღონდ სხვა იყოს ბედნიერი და ოღონდ იმას ასიამოვნო და რაღაცა. მაგრამ, თუ ეს შინაგანად მე გაწუხებს, რაღაცნაირად ისე უნდა ქნა ადამიანმა, რომ შენი თავი არ დაჩაგრო რა. და შენი აზრით კარიერისტი ხარ? აი აზროვნებით. უფრო აი კარიერის სტული აზროვნება გაქვს თუ? იცი რა არის? იმიტომ რომ მაპატირო გაწყვეტილებ აი ზედაპირზე ჩვენ ხარ კარიერისტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, რომ ყავს ოჯახი, ხარ კარგი დედა, კარგი მეუღლე, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც სწავლებ კარიერისტის შთაბეჭდილებას. რაც ეს ძალიან გამეხარდა. რაც არის ძალიან კაი. ძალიან გამეხარდა რომ მითხარი. მართლა, იმიტომ რომ
ყოველთვის რაღაცნაირად მაინც ვაპრიორიტეტებდი ოჯახს რა. უბრალოდ გარემოებებმა ძალიან შემიწყო მე ხელი, რომ ჩემს კარიერაში მქონოდა ისეთი საქმიანობები და სამსახურები, რომელიც რაღაც 24 საათიან თავგადადებას არ გულისხმობდა რა და მომეცა საშუალება ამ ბალანსის და ეს ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ ეხლა რო ვფიქრობ, აი მე რო რაღაცა ისეთ სფეროში მემუშავა, სადაც რაღაცა 9-ზე უნდა მიხვიდე და 8-მდე სახში ვერ მიდიხარ, ალბათ მექნებოდა ძალიან დიდი უკვე დანაკლისი შეგრძნება იქ. კი, მექნებოდა, იმიტომ რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვარ, ძალიან მაქსიმალისტი, ამას მივხვდით პირველივე წამს. მივხვდი, იმიტომ რომ რაღაცას რო ვკიდებ ხელს, მინდა რომ გავაკეთო ბოლომდე. დაკურებული ვარ, რომ ამის გამო ძალიან ბევრ რაღაცაში არ ვერთვები. აი თუ ვიცი, რომ არ გამომივა რაღაცა კარგად და ბოლომდე არ ვკიდებ იმას ხელს. რა ელემენტარულად კარტის თამაში რო ავიღოთ, ან არ ვიცი, რაღაცა ძალიან მარტივი აქტივობა რა. მინდა რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყო და მით უმეტეს ახლა მშობლობის პასუხისმგებლობა კიდე ძალიან სხვა და ძალიან მრავლისმომცველია და ამიტომ ძალიან არ მინდოდა რომ რაღაც მომენტში დაპირისპირებოდა ერთმანეთს ეს ორი. და რომ მეკითხები რომ როგორ აბალანსებთ, ჩემთვის ეს ვახერხებ კარგად რა სინამდვილეში. და თან რაღაცა ბოლო წლებში ისეთი გადაწყვეტილებები მივიღე ჩემს კარიერასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა მე თვითონ გადამეწყვიტა რა მინდა და მაგიტომ და დაიწყო მე პოდკასტი. რომელიც არის უფრო აი მშობლობის თემაზე, ხო? არა მხოლოდ მშობლობის თემაზე, რაღაც ესეთი კუდის ქვეშ არის რა ის რაც ოჯახში ხდება და რაც გვაინტერესებს ჩვენს ოჯახზე და აი ძალიან ხშირად რაზეც ვლაპარაკობთ ერთმანეთში რა მეგობრები, დაქალები, მშობლები მნიშვნელოვანია რა ჩემთვის როგორც მშობლისთვის რაღაცნაირად მნიშვნელოვანია რომ სწორად გაიგონ ადამიანებმა ამა თუ იმ საკითხის შესახებ რაც არასწორად იციან რა და ბოლოს და ბოლოს რაღაცა მართლა თუნდაც აი ამ რადგან მშობლობაზე მკითხე ამ აღზრდის მეთოდებშიც არის რაღაც ესეთი მიღებული ფორმები რაც მიუღებელი ფორმებია სინამდვილეში და ბევრ რაღაცაში ხელს გვიშლის და ბევრი რაღაცა რა უბრალოდ აი შეიძლება დამვიწყებო და აი მაგალითად ვამბობ ჩემთვის პირადად მე მყავს პატარა და და რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ვიღაცები ხა საქართველოში რაც ძალიან სამწუხაროა იმ ასაკში როდესაც მე და შემეძინა ბავშვებს აჩენდნენ ადრე მაგასაკში ან რეალურად მე ცოტა დედურადაც რაღაცა პერიოდი მომიწია მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება და რაც ძალიან მაგრამ არ მომწონს აღზრდაში ბავშვების დღეს არის ის რომ ზედმეტად აუ ვიღაც არ გამომეკიდოს, კიდე გამომეკიდოს თუნდაც ვიჯდები რა, არც გაქცევას არ ვაპირებ. გამოგვეკიდეთ. ძალიან თავისუფლად არიან ეს ბავშვები მიშვებულები, რა გაგებით გულისხმობ. რაღაც ბავშვების უფლებები იმდენად არ ვიცი, აი რაღაც ამერიკული სტანდარტია თუ რაღაც სასტანდარტია არ ვიცი, რომელიც სადაც ბავშვს აბსოლუტურად ყველაფრის უფლება უნდა მიცე რა. თან სიტყვა პასუხში ეს ბავშვები ისეთი გათქვეფილები არიან, რომ აცნობი რომ რაღაც მომენტში ჩუმდები. კი რა, ჩემი და მიმყავდა ჰელოვინზე, ჰელოვინისთვის გამოვაწყვეს სკოლის ავტობუსს უნდა დავხედროდით. კურტკას არ ჩავიცმევ, იმიტომ რომ კოსტიუმს მიფუჭებსო. ამას მე თეორიულად ხვდები რა ეგრეა, რომ კოსტიუმს უფუჭებს. იმიტომ რომ ეს მარშრუტკა რომ მოაკითხოს ბავშვებით სავსე, უნდა რომ კოსტიუმი უნდა მოახდინოს. არ უნდა რომ ეს დუტი ჩაიცვას, მაგრამ თუ გაცივდა, თუ ისა, თუ ესა, თან აუცილებლად გაცივდებოდა. ვუთხარი რომ მაშინ არ წახვალ ჰელოვინზე თქო. თქო სკოლაში თქო. და ბოლოს რა მოხდა? კაიო. მან შო რა მექნა? ანუ ესე იგი მართლა არ მიდის? აი ეგ დამემართა. აი რა უნდა უქნა ეგეთ დროს? მართლა ვერ გავიგე. შენ მივხვდი რომ იმ მომენტში მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღეს შეიძლება რომ გაგეფუჭებინა მისი მნიშვნელოვანი დღე და მაინც მის სასარგებლოდ გააკეთე არჩევანი, ხო? ავიდა უქურთუკოთ? ავტობუსში? მე რო ჩემი პრესტიჟი ჩემ დასთან არ რაღაცა არ შემელახავ, თქვი რა დედა ჩვენი სახირება, ხო იცით, თორემ მე უკურთკოთ გაგიშვებდი და უკურთკოთ თვითონ გავაპარე რა. ხო, კაი, მაინც კაი ტიპი გამოხვედი. შევეცადე, ხო. არ და გამაბანე. სხვათა შორის კარგი მაგალითია რა. და ორი შვილი მყავს, ერთი არის 13-ის, მეორე 8-ის და
რა ვიცი, რაღაც პრეტენზია მაქვს, რომ ესეთი მშობელი ვარ რა, უსაფრთხო მინიმუმ მათთვის. და ყოველ დღე მაქვს ეგეთი სიტუაციები. ყოველ დღე და რო გითხრა რაღაც ესეთი გამზადებული რეცეპტი არ არის, მაგრამ ძალიან შეიცვალა. აი ფაქტობრივად რევოლუცია მოხდა მაგ აღზრდის მეთოდებში. ოღონდ ეგ რევოლუცია მოხდა ძალიან პატარა ჯგუფში ადამიანების. და აი ეს განათლება, რაც შემოვიდა ამ მიმართულებით სოციმედიიდან, პოდკასტებიდან, აი ფსიქოლოგებიდან, ვინც ესეთ საჯაროდ აზიარებს ამ გამოცდილებას და დაყავთ ბავშვები თვითონაც დადიან და ასე შემდეგ. რაღაც მომენტში როგორც გვჩვევიო ხოლმე, იქაც გადამეტებული რაღაცეები მოხდა და მეორეს მხრივ დარჩნენ ადამიანები, ვინც სხვათა შორის ოფიციალური კვლევების თანახმად ბავშვის ცემას აღზრდის მეთოდად დღემდე მიიჩნევს. ანუ ორი უკიდურესობა რა. და სინამდვილეში ალბათ ბალანსშია მთელი ამბავი. მე არ ვარ ეგ მშობელი, რომელიც აი რაც გინდა ქენი, არ ვარ ეგ მშობელი. მაქვს რაღაცა ძალიან ძირითადი მოთხოვნები, რასაც მინდა რომ დაემორჩილონ. ვიტყვი რა ამ სიტყვას ახლა რა ვქნა ხო? უნდა დაემორჩილო. სანამ შენ კერქვეშ არის. მე ეგეთი ვარ. და მაქვს ეგ მოთხოვნები, თუმცა მეორეს მხრივ აი ისევ ჩემს მანამდე საუბარს რა დაუბრუნდეთ რაღაცა რომ მინდა და ვერ ვაკეთებ თუ არ ვაკეთებ რა. ალბათ ეგ არ მინდა რომ ჩემი შვილი დადგეს მაგის წინაშე და მაქსიმალურად ვცდილობს რომ თავისი სურვილები გამოხატოს და გაიტანოს. მაინც ეგრე ვაკეთებ რა. შენი აზრით ყველაზე განსაკუთრებით გოგოსთან. აი ყველაზე პრიორიტეტული რა თვისებების ჩამოყალიბებაში დახმარება ადამიანის. აი საერთოდ რა საფასებ რა და მაგის მიხედვით მოხდები ბავშვებში რასამით. რა თვისებებს ვაფასებ ადამიანში? ხო, რომელიც გინდა რომ განავითარო ბავშვებში რა შენ. ხო, აი ეგ მინდა ძალიან რომ პირველ რიგში ემოციებზე, ანუ ლაპარაკი და ემოციების რაღაცნაირად სხვისთვის გადაცემა სწორად, რაც მე მგონია რომ ჩვენ თაობას ძალიან გვიჭირდა და ვიყავით წერდით ამ დღიურებს და იქ რაღაცა ვანთხევდით ამ ყველაფერს. ეხლა რო ვკითხულობ ჩემ დღიურს შენახული მაქვს. ისე მეწოდება ჩემი თავი. აი ძალიან, იმიტომ რომ არ მქონდა უნარი, რომ ჩემ მეგობრისგან რაღაც რომ მეწყინებოდა, მისთვის მეთქვა, რომ მეწყინა. და მასთან გამომეხატა და ბევრი რაღაცა დამაკარგინა მაგან რეალურად და დღემდე არ ვარ ისეთი გახსნილი, როგორიც მინდა რომ ვიყო მაგალითად, იმიტომ რომ ელემენტარულად მინდა რომ დავიცალო და რაღაცა ეს ჩემი შინაგანი დაჭიმულობა რაღაცნაირად მოვიხსნა და ეს ხო გაზიარებით ხდება და ეს ხო დახმარების თხოვნით ხდება. დამეხმარე რა, იმიტომ რომ აი რაღაცა მიჭირს ვთქვათ და დამელაპარაკე, ხო? ხო და აი ეგ ძალიან არ მომწონს ჩემში და ძალიან მინდა რომ ჩემს შვილებს ქონდეთ ეგ უნარები რა, უნარების განვითარება პირველ რიგში. ნუ არაფერს ვამბობ რაღაცა იმ თანაგრძნობის უნარზე, რაც ყველა ადამიანში მომწონს და მინდა და ბოლოს და ბოლოს მაგაზე დგას ეს სამყარო, რომ რაღაც ერთმანეთი დავინდოთ და ეგ მინდა რომ ქონდეთ ჩემს შვილებს. და სურვილების ბოლომდე გატანა რა, მე მაგალითად დედა რო ამ ყოველდღე ეგეთი როგორიც მყავს და უბრალოდ მართლა ეს აი ხო ეს ფეხებში რომ მოკიდებ ადამიანს ხელს რომ სადღაც მიათრევა ეგრე რო არ ექნა რაღაცეები ჩემით ალბათ არ ვიყავი მე ეგ ტიპაჟი რომ ჩემით მექნა. მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან ძალიან ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში. ეგრე გამზარდეს რომ კი შენ შეგიძლია და შემეძლო და ყველანაირად მონაცემი გქონდა ყველანაირი, მაგრამ ბრძოლის უნარიანობა არ გქონდა. ხო რა, აი რა ვიცი. ჭირდებოდა ეს ხელისკურები. შინგი, ხო, კი, სულ მჭირდებოდა და ნუ წინააღმდეგობასაც ვწევდი. რატომ და ეგ კომპლექსია იყო? რაღაც აი ხასიათია მაინც დედაჩემ დღემდე სულ მეუბნება რომ მე რო შენაირი მონაცემები და პირობები რა ანუ ხო მქონოდა და ესეთ დროში გავშენილიყავი და ესეთი ყოფილიყავი შენ რო ხარ და ასე შემდეგ, ნუ გადავდგავდი მთებსა და დარწმუნებული ვარ რომ ეგრე იქნებოდა. დღემდე ახერხებს ყველაფერს რაც უნდა მივხედავთ უამრავი რაღაცისა რაც გამოიარა და ეტყობა ეგ მაინც ხასიათის თვისებაა რა.
რაღაც ხასიათით იბადები ადამიანი და უბრალოდ ალბათ ჩემი ვალიც ეგარი მშობლის რომ მე რაღაცნაირად ძალიან სწორად ზოგჯერ წავავლო და დავიჭირო და არ გაუშვა ზოგჯერ პირიქით გავუშვა და უთხრა რომ მიდი ხა ეს უნდა გააკეთო. შენ ქორწინებაში რამდენი წელიწად ხარ? საუკუნე? 15. 15. არ მთელი ცხოვრება, ანუ მანამდე რა ხდებოდა? რა, ანუ ახსოვს. 15 წელი. რთულიც არის, მარტივიც არის, ალბათ. თქმა უნდა. ეს არის ყოველდღიური სამუშაო რა. ყოველდღიური სამუშაო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდი სიყვარულით ვგვენთ ოჯახი და დღემდე ასე ვართ და მის ოჯახშიც ძალიან გამიმართლა, ეს ძალიან დიდი ფაქტორია და ნუ გარემოებებშიც ძალიან სხვადასხვანაირი ტიპები ვართ. აი მართლა გეუბნები, ერთი კვირის წინ თვითონ მითხრა რაღაცას, რომ რანაირად ვართ ერთადო. აი რანაირად ვართ ერთადო, აი შენ ასეო და მე ასეო და არ ვიცი ხო რა რაღაცნაირად ეგ რაღაც მომენტში ხო კაია ეგეთი კონტრასტები რო გაქვს. ხანდახან ძალიან ნერვების მომშლელია. ხო, ძალიან ალბათ. და ხანდახან ხო ალბათ ადამიანი რო რაღაცა ყველაფერზე თავს გიქნევს ყველაფერზე ისა ხო ეგეც ალბათ არ იქნებოდა ესეთი აი ძალიან სხვადასხვანაირი ხასიათები გვაქვს და მე ვარ რაღაცა ერთი სტაბილური და დამიწებული ადამიანი და ის არის ბობოქარი და აი ერთ დღეში შეუძლია რომ ამოაყირაოს და სხვა რაღაცა შემოგთავაზოს. შენ ეს ყველაფერი ხო რაღაც რეალური რაღაც რაციონალური გადაწყვეტილება. პირველ რიგში მოთხოვნილება აქვს რომ ხარი აუბა. ხო, შენც გაგიჟდე. ჩემი დაძვრა ადგილიდან არის ცოტა რთული ამბავი რა, იმიტომ რომ მე უნდა 1000 ჯერ გავზომო, სანამ გავჭრი. რაღაცა მილიონი ვერსია უნდა განვიხილო, იმის მდგომარეობაში უნდა შევიდე, ის რას სიტყო და ეს რას სიტყო და ხა ის რო ისე ის მოკლედ რა და ხანდახან ძალიან ზედმეტებში გადავდივარ და მეუბნება ხომ რა თუ არ გარისკე არ გამოდის რა და აი ეგ მიჭირს და მაგაზე ხოსაც ხოლმე ერთმანეთს. ხო, ანუ რისკი არ გიყვარს. გიყვარს დაფიქრებული რისკი. კი. ხო. დაფიქრებული რისკი და რაღაცნაირად ვეჯაჭვები, იცი რას, სტაბილურობას და კომფორტს, შინაგან კომფორტს. რა, რაღაცას რო ვაკეთებ და თუ მსიამოვნებს ის რასაც ვაკეთებ, ანუ იმის შეცვლა ძალიან მარღვევს რა. აი სხვათა შორის ელემენტარულ რაღაცებზეც ეგრე ვარ. აი დღის გეგმა რომ მეცვლება, ვიშლები. ეგ მეც მაქვს. რასაშინელება? არა და აი მართლა ვამბობ, რომ შურს ადამიანებს, ვინც სიმშვიდით ხვდება რაღაცა ჩელენჯებს რა. მაგალითად ხა სადღაც მივდივარ ჩემ მეგობრებთან ერთად და ერთი ფრენა გაუქმდა და ერთი დღით ადრე გადმოგვიწიეს. ნუ კაი, გადმოგვიწიეს ერთი დღით ადრე ეს ერთი ფრენა და ნუ ერთი დღით ადრე უნდა გავფრინდე, მაგრამ აი ისე მქონდა დაგეგმილი, ეხა აი ავიშალე სრულად ის დღე, აი თან ის დღე დაკარგე. ხო, არ ვიცი, ნუ რა, არაფერი არ დავკარგე დიდად რა, ერთი დღით მეტ ხანს ვიქნები ჩემ მეგობრებთან ერთად სადღაც. ხო, მაგრამ შენი ფსიქიკისთვის ხო იმ დღის დანაკარგე, იმ გეგმების დანაკარგე. ძალიან მოვიშალე, მაგრამ ნუ ბოლოს შევეგუე ბედს, იმიტომ რომ რას ვიზნამდი. შენს ხასიათში კიდე რეებია, რაც ძალიან გაღიზიანებს. აი შენი აი რა რისგან განთავისუფლდებოდი რა? ხო, აი ეს რასაც ვილაპარაკეთ, რომ რაღაცა ცოტა მარტივად მინდა რაღაცებს უყურებ და რა მართლა აი ძალიან დამღელი ფიქრები მაქვს ზოგჯერ. და აი ეს უნარი მინდა გამოვიმუშაო. ოღონდ თან სხვას ვასწავლი ხოლმე, ხა მოიცადე შენ დამშვიდე, ხა ნახე, აი ვითომ ორი კვირაა გასული უკვე დღევანდელი დღიდან და აი ნახე შენი პრობლემა რა პატარაა და რაღაცა კოუჩინგებს ვუტარებ ხოლმე, მაგრამ ნუ სინამდვილეში ხო ძნელია საკუთარ თავზე და აი მინდა ხოლმე რომ აი რაღაცნაირად გამოვიდე ხამ ჩემი სულიერი მდგომარეობიდან, რომელიც შფოთვას მიძლიერებს და დავმშვიდდე და ვთქვა რომ ყველაფერი მოგვარდება, არაფერი ამაში ესეთი კატასტროფული არ ხდება და მე დავბრუნდე. აი ეგ მინდა ძალიან რომ შევცვალო, კიდე რა არ მომწონს. რა ვიცი.
ალბათ არის რაღაცები, რაც არ მომწონს, მაგრამ საერთო ჯამში არ აუშავს რა. რა მიშავს? შენ ამბობ, რომ რაღაცა ძალიან მარტივი და კარგი ბავშვობა გქონდა. ხო ეგრე? სილაღით სავსე. კი. რაშიც მართლა ძალიან გიგიმართლა. ძალიან. სკოლაში მაინტერესებს როგორი გოგო იყავი? პოპულარული? თუ? არა. არა პოპულარული. კარგად სწავლობდი თუ არა? სკოლაში იცი როგორი ბავშვი ვიყავი? ჩემთვის ყველაფერი კარგად იყო სკოლაში, იმიტომ რომ როცა პატარა ვიყავი, რაღაცა მქონდა ეს რაღაცა ნიჭები რა, აი ყველაფერში ვერთვებოდი, რაღაცა კონცერტები, ესა, თან მე რაღაც ძალიან პატარა ასაკში ვისწავლე, როგორც მიყვებიან წერა, კითხვა და რაღაცა ეს ის მქონდა. ხო, რაღაცა შესაძლებლობები მქონდა, რასაც ძალიან მიქებდნენ და ასე ვთქვათ, თავდაჯერებული ბავშვი ვიყავი რა. მახსოვს, რომ აი ესეთიც ვიყავი, საკუთარი თავის დაცვა შემეძლო. აი ბიჭები რო გოგოებს აბრაზებ, ხო იცით თმის სამაქს რო აგლიჯავენ და მირბიან, ანუ ფიზიკურადაც ვჩხუბობდი მახსოვს სკოლაში და შემეძლო რა, ანუ საკუთარი თავის დაცვა. კლასში ვიყავი იმ მოსწავლეებს შორის, ვინც იყო აქტიური ტიპი, ანუ არ ვიყავი ის, რომელიც რაღაცა ჩუმად ზის. სწავლით კარგად ვსწავლობდი. რაღაცა საგნები ძალიან არ მიყვარდა, ზოგში ძალიან ცუდი მასწავლებელი ყავდა, ზოგში მე ვზარ მაცობდი, მაგრამ საერთო ჯამში კარგად ვსწავლობდი. კარგ ნიშნებზე დავამთავრე სკოლა, მაგრამ ნატრობე ხომ ხა დამაბრუნა სკოლაში, არა. არასდროს არ მდომებია დაბრუნება სკოლაში, იმიტომ რომ ეს არ იყო ჩემთვის გარემო, რომელიც რაღაცა ყოველდღიურ ბედნიერებას მანიჭებდა. ალბათ ჩვენს ბავშვობაში თითქმის ყველა ესე იყო სკოლაში რა, იმიტომ რომ დღეს რაღაცა ბავშვებს უფრო საინტერესო გარემოს უქმნიან, ასე მგონია და რაღაცა სხვა პრიორიტეტები არის, აი რაღაცები შეიცვალა და არასოდეს არ მდომებია სკოლაში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ ხო ერთადერთი რაც მქონდა ეს იყო აი მეგობრები, აი ხო ეგრეა სკოლაში, მეგობრებისთვის ბრძოლა თუ რაღაცა არის სკოლის, აი ეს თინეიჯერობა რა, სასწავლები, ხარამ სასწავლში აღარ ხარ. მე შენ ვიღაცამ არ დაგირეკა და იმას დაურეკა და ელაპარაკა და შენ რატო არ დაგირეკა, აი მაგმეებში ხარ, აი რაღაცა ეგეთ გადალაგებებში და გადმოლაგებებში ხარ და მე ვიღაცა შეგრჩება, ვიღაცა არა. შეგრჩა? კი. საუკეთესო მეგობარი შემრჩა კლასიდან. ამდენი წელია ყავს საუკეთესო მეგობარი რა მაგარი? კი, და ეგ შეგრძნება სულთან დამყვება თან. მართლა გეუბნები რომ ყავს, ანუ დღეს ხა ყოველდღიური ურთიერთობა მე მგონი არც ერთ ესე ყოველმეს არ აქვს რა, საუკეთესო მეგობრებს შეიძლება 2-3 დღე ისე გავიდეს რომ არ ნახოთ და ვთქვათ არც დაელაპარაკო დღევანდელ დღეს, მაგრამ აი არასოდეს არ დაუტოვები ვარ მაგ შეგრძნებას, რომ უბრალოდ არსებობს ადამიანი, რომელთანაც აი ალბათ მასთან ვარ ყველაზე მეტად მე რაც ვარ. იმიტომ რომ ყველანაირი ყავ ხოლმე. ყველანაირი ყავარ ნანახი, ყველა ეტაპი გვაქვს გამოცდილი ცხოვრებაში ერთმანეთის. და რა ვიცი, ანუ არაფერი არ შესulis ამას რა და ეს შეგრძნება თუ ვინმეს არა აქვს, ანუ ძალიან მინდა რომ ყველას კონდეს. ხო, მე მგონი ნაკლები უფრო უბოროტოც იქნები რა, ეგეთი. ანუ სიყვარულის პოვნა ცხოვრებაში კიდე სხვა რაღაცა არის. მე ასე უყურებ და მეგობრის აი ესეთი lifetime მეგობრის პოვნა კიდე სხვა რაღაც არის. ჩემთვის არის აი უდიდესი სიმდიდრე. ბევრი მეგობრები არ მყავს. აი რასაც ქვია. იმიტომ რომ ვერ ეხსნები. ნდობა შიშესვლა მიჭირს ცოტა. სწორედ ჩემამდე მოშვება ადამიანების. ანუ ზედაპირამდე ყავს, მაგრამ აი ძალიან სიღრმეებში უკვე გიწევს. ხო, ჩემთვის თან რაღაცა ის ადამიანები ვინც ყავს და ის მეგობრები რაღაცნაირად
ყოფნის თუ აი რა ვიცი რა ქვია მაგ შეგრძნებას რა. ხო, ჩემთვის ცოტა რთული აღსაქმელია ხოლმე, როცა აი რაღაცა ეცვლებათ ეს წრეები რა. არასერიოზულია. ძალიან ხშირად რო ეცვლებათ ეს წრეები, სულ ვაიმე უცბად და ანუ მიკვირს ხოლმე ეგეთი რაღაცა რა. ვაიმე, იმასთან აღარ მეკობრობ. აი ეგ არ ვიცი. ალბათ რაც დასრული ვარ, ეგ არ მქონია სარ იმასთან აღარ მეგობრობ, არ მქონია. ხშირად ხდება არა და აი მით უმეტეს ახლა აი ამ ჩემ თავობაში რო იცოდე ყველა ეგრე ვართ. ხო და რატო როგორ ფიქრობ? რაღაცა ის attachment-ი რატო ვერ ხდება, რომ აი ვერ ხდება. ყველაფერი აპატიო, ყველაფერი რა, ანუ მიიღო ყველანაირად. ძალიან როგორ არის ეგ სიტყვა გიტრუხდება, როგორ არის ქართულად? უფასურდება. გიუფასურდება ადამიანი მარტივად. აი თითქოს ამოჭამე, ამოწოვე. აი ეგ შეგრძნება ექნება ერთმანეთზე რა. ესე იგი იმ ადამიანში შენ რაღაცა სხვა რაღაცას ეძებდი რა. ვიდრე უბრალოდ აი იცი რამდენჯერ მქონია შეგრძნება, რომ უბრალოდ ერთმანეთის გვერდით ვიდექით მე და ჩემი მეგობარი სრულიად უსიტყვოთ და აი საკმარისი იყო რა, ანუ რაღაც იმ სიტუაციაში მარტო ეგ იყო საჭირო და მორჩა. მეც ეგეთ მეგობრები მყავს რა. ერთად ვართ ჩუმად სისავსეში. ხო, თუ რაღაცა მოლოდინები გაქვს ადამიანისგან და იმიტომ ტუსაობ მაგასთან ერთად და თუ რაღაცა ეს დროებითი ამბებია, აუცილებლად მალე ამოგეწურება, ხო რა. ეგრე და თუ არა გაქვს მოლოდინები და ის ბავშვობის მეგობარი მაგიტო არის ძალიან დიდი გამართლება რა. იმიტომ რომ ის ყველაფერი, ანუ ის მოლოდინები და რაღაცა ეგ ამოვარდნილი გაქვს, ანუ ეგ არ გაგივლია და არც მოგიწევს მაგის გავლა რა, იმიტომ რომ ეს თითქოს აი როგორც დედმამიშვილი ყავს რა, რაღაცნაირად როგორიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა გააკეთოს ხო, მაინც არის შენი დახორცევით იყო რა. ხო, ანუ რაღაცა ეგეთი ამბავია მეგობრობა ჩემთვის. მიუხედავად იმის რა ესეთი მარტივი და კარგი ბავშვობა გქონდა როგორც გამიგია. ხო, ნუ აი ნიერი. საერთოდ ცხოვრებაში აი ყველაზე დიდ სირთულეს შენი აზრით რა შეხვედრილ ხარ და რა არის ახლა უკვე რაც გაგახსენდა? იცი რა არის ბავშვობა ქონდა ბედნიერი იმიტომ რომ ამისთვის ყველაფერი გააკეთეს. როგორც ბევრმა მშობელმა რა. ჩემი აზრით აი ის პიროვნული რაღაცა მარცვლები რაც იყრება ბავშვობაში, ეგ აი ეს მართლა სოფელში გატარებულმა თვეებმა და პერიოდმა მომცა. ანუ იმ გარემომ სხვა შორის ძალიან ისეთი უცნაურობა მჭირს, სიზმარს რო ვნახულობ, რაც არ უნდა ხდებოდეს და ვინც არ უნდა ფიგურირებდეს ამ სიზმარში, სულ იქ ვარ სოფელში რა, ანუ იქ ვარ, თქობა ჩემს ქვეცნობიერში იმდენად დიდი ადგილი უჭირავს ამ ჩემ ბავშვობას და იქ გატარებულ მოგონებებს, რომ აი იქ რო ჩავდივარ, სრული უსაფრთხოების შეგრძნება მეუფლება. აი რაც არ უნდა ხდებოდეს, იქ ვარ, აი გამთლიანებული და მე რასაც ქვია, აი შინაგანად იცვიდი. ძალიან მხიარული ხდები უფრო. ხდები მხიარული, მემატება ენერგია, ყველაფერი შემიძლია გავაკეთო. და ჩემი ესე ვთქვათ, რაღაცნაირი ისეთი მიზანი იყო, რომ ჩემი შვილებსაც ეს გამოეცადათ რა და აი იქ აი ეს მუღამები რაც არის და ეთყობა მე რატომაც მქონდა ბედნიერი ბავშვობა, მიუხედავად იმისა, რომ დედა ჩემს როცა ჭერი არ გქონდა თავზე მოუწია, რომ მე გავეშვი სოფელში ბებიასთან და ეს არ იყო 1 და 2 თვით და 3 თვით და ახლა როცა 36 წლის ვარ, ეხლა რომ მიყვება თავის ემოციებს, რა ემოციები იყო, რომ ან თავისი შვილი უნდა გაეშვა, იმიტომ რომ არსად არ ქონდა წასასვლელი. მიუხედავად მაგისა, აი ეს სისავსე მაინც დამრჩა რა. მიუხედავად რომ უდედოთ ვიყავ, მამაჩემიც წასული იყო და ბებიასთან და პაპასთან ვიყავი რა. ბაღში იქ დავდიოდი და აი ეს სისავსის შეგრძნება არასოდეს არ დამიკარგავს. ეთყობა მაინც ძალიან დიდ სიყვარულში გავიზარდა და მაგიტო. ანუ ძალიან ვუყვარდი ყველას ირბვლივ რა და აი ეგ ეთყობა ძალიან დიდი ყველაფერი არის ეგ ალბათ.
და დღემდე ანუ ეგ პერიოდი ძალიან კარგად გახსენდება და განსაცდელი ერთადერთი რაც იყო დედის მონატრება იქნებოდა. ხო, დედის და მამის მონატრება იყო და აი ეს ყველა მათთან შეხვედრა მახსოვს. პატარა რო ვიყავი, მახსოვს, აი მამა ჩემი დიდი ხნით იყო წასული და თიანეთის საბავშვო ბაღში ხდება მოქმედება. ეხლა დანგრეულია ეგ შენობა. და აიცი როგორც ცივა, აზამთარი იყო. და რეიტუზებში ვიწექით რა. მახსოვს ზუსტად სად იყო ეს ლოგინი, სადაც მე ვიწექი და საპირფარეშოები რაღაცა ცივი და ძალიან ჭუჭყიანი და იცი როგორი დროა სუპებს ესე ვედროთი რო ჩამოატარებდნენ და იქვე რო ასხავდნენ ხო იცი აი ეგ კადრი მახსოვს და მახსოვს რომ კარზე კაკუნი იყო როცა ხის კარი ქონდა ამ ოთახს და გაიყო და მამა ჩემი შემოვიდა ვიწექით ესე ყველა ბავშვები და ესე გავიხედე მახსოვს რა და შეიძლებაო წავიყვანო ანუ შუა დღე იყო ჯერა და აი ეგ შეგრძნება მახსოვს დღემდე რომ მამა ჩამოვიდა მომაკითხა და გავიხედე ესე და ველოდები რომ ხო გამიშვებენ ხა მამა ჩამოვიდა და აი ეგ რაღაცა ბედნიერებები რაც თან მეორეს მხრივ ძალიან პატარაობის მიუხედავად რაღაცა ეტყობა მაგებს შეგუებული ვიყავი რომ ეხა ესეთია ჩემი ყოველდღიურობა და რაღაცა მე მახსოვს თბილისში რომ ჩამოვედი. ბაღი იქ დავამთავრე და მახსოვს რომ ჩამოვედი თბილისში ავტობუსით. და პატარა რო ხარ, ну ეს დაბეჭდილებაა რა, ქალაქი თუ რაღაცა. მიუხედავად რომ თბილისში ვარ დაბადებული, ანუ აი ეს რაღაცა პირველი წლები იქ გავატარე, იმიტომ რომ აქ შიმშილი და უშუქობა და არაფერი ეგ არ გამიგია საერთოდ, იქ ისეთ კომფორტში ვიყავი და ეგ შეგრძნება მახსოვს ქალაქში რომ შემოვედით და კორპუსები და რაღაცები რა, ეგეც ბავშვური. თავიდან მოგიწონა ალბათ გაგიშვა. ხო, ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ აქ დავიწყე სკოლაში სიარული და ნუ კარგი მასწავლე ვიყავი და ეგეთი რაღაცნაირი ვიყავი და ხო რა. მე ხშირად ჩადიოდი თიანეთში. ყოველ ზაფხულს და ყოველ ზამთარს იქ ვატარებდი ძალიან დიდი ხანი. და ეხლაც ყოველ ზაფხულს ჩავდივარ. ანუ სახლს პატრონო. კი, სახლი გვაქვს იქ და ჩემი ძმა და მე უფრო ჩემი ძმა რა თქმა უნდა, თავისი მრავალი შვილით და მეც ვცდილობ რომ აი წელი არ ჩავაგდო რა, იმიტომ რომ დედას გეფიცები ერთი კვირის ჩავდივარ და ვივსები და მოვდივარ და მთელი წელი მყოფნის. აი რამე აი თინეიჯერებიდან მოყოლებული რამე ისეთი სირთულე შეხვედრი არის, მეც მიხვდარ ხარ რომ გაიზარდე. ანუ აი არაფერი არა საკმაოდ ისეთი 7 თინეიჯერი ვიყავი რამე თვითონ ტიპაჟი ვარ ალბათ ეგეთი. არ ვიყავი ბობოქარი და რაღაცა აი ეს გარდატეხის ასაკის სირთულები ჩემთან ჩემშობლებს არ ქონიათ. და არც აი ეს ჩემს პიროვნებასთან ჯახი არ მქონია. თუმცა არასოდეს არ მქონდათ საკუთარ გარეგნობაზე კარგი წარმოდგენა, ეგ მახსოვს. და დღე მახსოვს, როცა სარკეს ჩავიხედე და პირველად მომეწონა ჩემი თავი იყო თინეიჯერობის დროს. აი დღე მახსოვს. რა არ მოგწონდა შენ თავი? არ ვიცი, ანუ ყოველთვის არაფერი. არა, უბრალოდ აი ხო არიან აი რაღაცნაირი ბავშვები რა, პრანჭია და აი საკუთარი რაღაცა თავის წარმოჩენა, ანუ განსაკუთრებით დღეს ძალიან მოწონთ და უყვართ და მე ვიყავი ძალიან ახტაჯანა, ძალიან ბიჭურ აქტივობებში სუჩართული და აი ეს მომენტი რომ აი გოგო ვარ და გამოვიპრანჭო და რაღაცა აი ეგ თინეიჯერობა მე არ მქონია რა, მიუხედავთ იმისა რომ სკოლაშიც მოვწონდი ბიჭებს და ანუ მყავდათ აყვანისმცემლები სულ, მაგრამ მიუხედავთ ამისა აი საერთოდ არ ვფიქრობდი რომ ლამაზი გოგო ვარ. აი ეგ არ მქონდა რა. სილამაზის კონკურსში რომ გახვედით, ეს დედა თქვენის გადაწყვეტილება იყო ესეც ხო? კი. შენით ვერ იზამდი მაგას. არა, არასოდეს არ წავიდოდი ჩემით. და თავიდან მეც უწევდი წინააღმდეგობას და ნუ ის ექნა რომ დამარწმუნა და მე წამიყვანა კასტინგზე თუ რაღაცაზე, რეგისტრაციაზე. მე მგონი წესით ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ მაგის მერე
მე უკვე ჟურნალისტიკაც წამოგეწია და იცი რა არის მანამდე უკვე მაგ დროს თეატრალურში შესწავლობდი უკვე? არა ჯერ. არა, მანამდე მქონდა უკვე მონაწილეობა მიღებული. მანამდე ვსწავლობდი კოლეჯში, რომელშიც ვსწავლობდი ჟურნალისტიკას, ანუ მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯში, ან მე-9 კლასიდან გადავედი, პროფსასწავლებელი მქონდა. შევსწავლობდი რა ზუსტად მაგ დროს. მე მქონდა მიღებული მონაწილეობა ერთ-ერთი ტელევიზიის პროექტში, დუბლიორში. ანუ მქონდა რა ჟურნალისტ, ანუ მე ვიცოდი ჩემი პროფესია რაც იქნებოდა. მაგრამ ეს შემომაშველა და ესე იგი ისე შემომიგდო ეს იდეა დედაჩემმა. რომ ანუ ამიყოლია რა. ძალიან პატარა ვიყავი 16 წლის ვიყავი და მწყობა მაინც ადვილად ასაყოლიებელი ვიყავი, არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი თავდაჯერება მომცა ამან. მიუხედავად იმისა, რომ ტიპაჟი, კონკურსების ტიპაჟი, დედას გეფიცები, ეგ არის ცალკე პროფესია. იმიტომ მე საერთაშორისო კონკურსშიც ვიყავი მის სამყაროზე და იქ დავრწმუნდი მაგაში, რომ ეგ არის, ანუ კონკურსებზე მოსიარულე გოგოების ცალკე პროფესია არის. ოღონდ სერიოზულად ვამბობ, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, უნარების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს რომ შენ ასე გამოიყურებოდე და ამ რეჟიმს გაუძლო და ანუ ამ სიტუაციებში იყო ანუ იქ გოგოები იყვნენ მე-5, მე-7, მე-8 კონკურსი იყო მათთვის რა. ანუ მათი ცხოვრების გზა არის რა, როგორც მივხვდი. რა თქმა უნდა, ეგ არა ვარ მე, ეგ ჩემი ტიპაჟი არ არის, მაგრამ ნუ ძალიან მადლიერი ვარ მაგ ეტაპის ჩემი ცხოვრების, იმიტომ რომ პიროვნულად ძალიან გამზარდა და ზოგჯერ აი პირდაღებულიც ვიყავი, რომ აი ადამიანები რა თურმე რა სხვადასხვანაირები ყოფილან და რამდენაირები ყოფილან. ბოროტება შეხვედრია მის სამყაროზე? იცი რა არის, მაინც ძალიან მიამიტი ვიყავი, მის სამყაროზე რო ვიყავი, სადღაც 17 წლის ვიყავი თუ 18 წლის ვიყავი და იყვნენ შენ ხელები მანდ? კი, მაგრამ უფრო დიდებიც. მაგრამ რამდენიმე გოგო იყო ჩემ ხელები. მაგრამ ნუ აი ესე რო ყოფილ, ხო იცი, რაღაცების საერთოდ ანუ გაგონილიც რო არ გაქვს და რო ანუ გამოცდილებაზეც რო ლაპარაკი ზედმეტია რა, მაგრამ აი ხო გეუბნები ადამიანები გამაცნო, ზოგადად ადამიანები გამაცნო, კულტურები გამაცნო. იქაც ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდი, რომ რაღაცა მე თვითონ მომიწია, რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება და აი რაღაცა ორგანიზება საკუთარი ცხოვრების, ანუ ეს უნარები მაქედან შევიწინე რა რეალურად. რაც ძალიან გამომადგა. და რო არ შეგიძლია რაღაცა და არ შემიძლია და გამომდინარე მაინც რო აკეთებ. ძალიან ბევრი ეგეთი არ შეგიძლია და თან აი რაღაცა ხო არის რომ აი ვიღაცები იყვნენ თევზი წყალში და მე ცოტას ფართხალებდი რა. ცოტას მაინც ფართხალებდი, რომ ამოაგდებ ხმელეთსა და რო ფართხალებს, აი ეგ მომენტი იყო, მაგრამ თან რო არ უნდა შეიმჩნიო, იმიტომ რომ შენ ხა შენს ქვეყანას წარმოაჩენ და ნუ თან ეს მისიის შეგრძნება გააქვს. ხო, ვალდებული ცხარა. გინდა თუ არ გინდა, ანუ შენი ქვეყნის სახე ხარ რა, რა მნიშვნელობა აქვს სათხარ და რა კუთხით წარმოაჩენ შენს ქვეყანას. თან იქ იყო რაღაცა მართლა სერიოზული ინტერვიუები და რაღაცები, რაც ნუ ძალიან სანერვიულო იყო ჩემთვის და ძალიან გადასალახი და ნუ რეჟიმზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ. ეხა ერთი თვე ვიყავი წასული ვიეტნამში 50 გრადუს სიცხეში და რაღაცა 10 ქალაქში ვიმოგზაურეთ ამ დროის განმავლობაში და საერთოდ არ გვეძინა და ასე შემდეგ. ხო, ეგ საერთოდ კიდე ცხოვის სიგიჟე იყო. ძინავთ. და მთელი დღე შრომაში ხართ რა. აუ, იცი რა და ყვებაც ისეთი გაქვთ, რომ არის არა, ნორმალური. არ გაიბერო და ხო, ნუ ეგ ალბათ ყველა იმათ ქონდათ. ხო, ჯერს იყვნენ გოგოები, რომლებიც ჭამდნენ და მე არ ირგებდნენ ამ საჭმელს. ხო, აი კი, და მიდიოდნენ გულსირებდნენ და ეს იცოდნენ, რომ აი ხა ეს რაღაცა, აი ძალიან რაღაც საშინელებებს აკეთებდნენ რა მართლა. იმისთვის, რომ აი მიეღწიათ რაღაცა. ფორმაში იყვნენ სულ. ხო და მახსოვს, რომ დროში განსხვავების გამო, იმიტომ რომ რაღაც ეს ლაივები ამერიკაში გადაიცემოდა, ორი შოუ იყო გადაბმულად და რომ გაგვიკეთეს მეიქაპი და რაღაცა გითხრეს, რომ ეხლა წადით სასტუმროშიო. ოღონდ არ დაიბანოთო პირიო. იმიტომ რომ ისეთ დროს უნდა მობრუნდეთო, რომ ვეღარ მოასწრებთო.
ესე გვეძინა 80 ქალს. და ავდექით 3 საათში, დავბრუნდით. იქ იყო დილის 7 საათი და ნუ ამერიკაში რომელიღაცა საათი და გაღიმებულები გამოვედით სცენაზე. ავროს. აი ძალიან ეხა იცი რა უბრალოდ პატარა რო ხარ და რაღაცა ენთუზიაზმი გამოძრავს, ანუ დიდი მოტო გაქვს რა. იმიტომ რომ რაბა რას იზავ ხა წასული ხარ იქ და თან მაშინ ხა არც ესე იყო სმარტფონიც არ მქონდა, ანუ ბევრს არ მქონდა მე ხო, არ იყო მაშინ ესე რა ყოველ წამს შეგეძლო გერეკა ვიდეოთი, არ იყო ეგ შესაძლებლობა რა, მაგრამ ხო ძალიან დიდი გამოცდილება იყო მართლა და ვიღაცა მეგობრები შემრჩნენ იქიდანაც სხვათა შორის. და იცი რა მაინტერესებს, ახლა რო გადავხედე ახლა უცებ აქ რო ვიჯექი შენს განვლილ ცხოვრებას, მივხვდი რომ რეალურად მიზნად რაც დაისახე ყველაფერი შეძელი. არ არის ეგრე? კი, მაგრამ მაინც მგონია რომ ხანთვის კრიტიკული ვარ, მე მგონი ძალიან. კი, მაგრამ ეგ კარგია. ხო, ეს შესაძლებლობები. ხო, როგორც შესაძლებლობები მომეცა. მიუხედავად იმისა, რომ ამის უკან ძალიან დიდი შრომა იდგა ჩემი მხრიდან, ალბათ რაღაცა შინაგანმა რაღაცა მანაც შემიწყო ხელი და ალბათ იმ აი იცი რამ შემიწყო ძალიან ხელი, უბრალოდ ძალიან ზუსტად ის ვარ, რასაც ვაკეთებდი მთელი ცხოვრება. ანუ ჩემი მოწოდება არის ეგ. ანუ მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ ეს მინდოდა მეკეთებინა, აი მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ ხე ექიმები იყვნენ ძირითადად ჩემ ოჯახში, რაღაცა ანუ სხვა პროფესიის ადამიანები რა, მაგრამ აი მე მქონდა ეს საერთოდ აბსოლუტურად ვერსია სხვა არ მქონდა რა ცხოვრებაში რა უნდა მეკეთებინა და იმდენად ჩემი საქმეა, ანუ პროფესიულიც უმაღლესი განათლებაც ეგ მაქვს, ანუ იმდენად ორგანულად ვიყავი იქ, სადაც ვიყავი და ვარ, სადაც ვარ, რომ ამან ეს დამეხმარა რა, რომ ადვილად მიმეღწია რაღაცეებისთვის, როცა ძალიან გიყვარს და მოგწონს რასაც აკეთებ, ალბათ ეგ არის. არასოდეს არ მიმუშავი ესეთ სამსახურში, სადაც აი სული მქონდა სახში წამოვსულიყავი, აი ეგ როგორც კი დამეწყო, ეგრევე გავჩერდი და წამოვედი. ტელევიზიაში არ ხარ ხო? არა, აღარ ვარ და ჩემთვის იყო ეგ მართლა თამამად ვიტყვი, რომ აი ოჯახი რო ენგრევათ და რაც ჭირთ და რა ტიპის დეპრესიაც ჭირთ და რა ტიპის ემოციასაც ეგ იწვევს, ზუსტად ეგ მქონდა. დიდი დანაკარგის შეგრძნება თან რუტინა შენი უნდა თან შენ როდესაც გიყვარს სტაბილურობა. ეს იყო მიუხედავად იმისა, რომ აი დავდივარდნობა. მიუხედავად იმისა, რომ აი ეს იყო კარგად ნაფიქრი გადაწყვეტილება, აი ისე გამიჭირდა, ოღონდ თან რო არ მიმჩნევდი, აი რას არ მიმჩნევდი, ოღონდ მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ აი ჯღაოდი ძალიან დიდი ხანი, იმიტომ რომ აი ამ ჩემს ემოციებს ვერ მიმქონდა ვერსად ეს ემოციები, იმიტომ რომ აი რაღაცა გაწყდა მართლა, აი რაღაცა გაწყდა, რაც ვიცოდი რომ აღარ დაბრუნდება. აი ეს ქიმია ტელევიზიის მიმართ გაქრა თუ აი რა მოხდა? იცი რა მოხდა და ძალიან სტაგნაციაში შევედი, აი მართლა გეუბნების საკუთარი თავის მიმართ მქონდა უკვე აი საშინელი აუტანლობა რა, იმიტომ რომ გადაიზარდა რუტინაში, რომელიც აღარ მსიამოვნებდა პროფესიულად. აი პროფესიულად რა ვეღარ ერთი და იგივეს ვაკეთებდი. ხო. რომ მივხვდი რომ უკვე ყოველდღე ვიყავი ეთერში წარმოიდგინე და რომ მივხვდი რომ უკვე აი აღარც მემზადები. აი მართლა გეუბნები უნდა მიხვიდე, დაჯდე და ანუ გიყურებს რავი ხო მთელი საქართველოს შეიძლება არა, მაგრამ ტელევიზია ხო? ანუ ის რო გავიაზრე რომ ამ პასუხისმგებლობას მე უკვე არასერიოზულად ვუყურებდი, მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ აღარ მაინტერესებდა ის, რასაც ვაკეთებდი. ვიცოდი ყველაფერი, დაზეპირებული მქონდა, ანუ ერთი და იგივე იყო და თან მეორეს მხრივ გავიზარდე და ის რო აი რაღაც არ მოგწონს და ეგუები, იმიტომ რომ საქმე გიყვარს და მოგწონს, აი ეგ ვეღარ დავძლიე. ანუ გარემო არ იყო ჩემთვის სასიამოვნო რა. რაღაც მომენტში და უკვე ჩემს თავს რაღაცნაირად ვაყენებდი დარტყმის ქვეშ, იმიტომ რომ ყოველ დღე მიწევდა გადალახვა იმის, რომ კაი ხო ეს ერთი დღეც და კაი და ეგ მაგან რეალურად მაგან გადამადგმევინა უფრო ეგ ნაბიჯი რა, რომ
რაც მსიამოვნებდა, იმას ვეღარ ვაკეთებდი. და მე კიდე ვიცი რომ შენ მუსიკითაც ხარ დაკავებული? სიმღერა მიყვარს. მუსიკა არ არის რაც ბავშვობაში, ანუ არც წლედი მაქვს დამთავრებული, ანუ არ მიყვარდა ძულდა ეს მუსიკა, მაგრამ და აი დაშვები, აი სად ვყერი? ყველგან სადაც მეძლევა საშუალება, მეგობრებთან ერთად რა თქმა უნდა. არა, მქონდა რაღაცა ცხოვრების ეტაპზე რაღაცეები, მაგრამ ეს არ არის ჩემი როგორ თქვა. აი გამოსულ ვარ სტადიონზე და მილაპარაკია და წამიყვანია რაღაც ღონისძიება. და აი რაღაცა 10 წამი მჭირდება რომ ის ღელვა გადავლახო რაც და მე მიდის წყალივით და გამოსულ ვარ ფილარმონიაში და მიმღერია. და ნუ მოვკვდი რა, იმიტომ რომ ხო გონები აი ალბათ რომ ვიმუშაო ჩემ თავზე, რომ ვიმეცადინო, რომ ვიარო მუსიკაზე, ვივარჯიშო და თავდაჯერებული გავხდე და მივხვდე რომ აი ძალიან მაგრად მღერი, ალბათ ვიზამ რა, მაგრამ ხო არ არის ჩემს პრიორიტეტში ამ ეტაპზე, თუმცა უთქვამთ რომ აი რატო არ მღერი, მაგრამ ხო გონები აი ეს მინდა რა, რაც მომწონს ეს არის, რასაც ვაკეთებ და სიმღერით აი ძალიან დიდ ბედნიერებას განვიცდი, ძალიან სიამოვნებს, მეგობრები მყავს. თან მეგობრებში მაგხრივაც გამიმართლა, რომ აი სადმე რომ მდერცომი გვაქვს გიტარა და ნუ აი მანდ მაშვები რა ქვია, მაგ ჩემს ჭიას ვახარებ რა. მაინტერესებს აი შენი ერთი არის რომ მიდიხარ შენთან სოფელში და იქ განიტვირთო სახერხე. ხო. კიდე რა გზები გაქვს იმისთვის, რომ თქვა განიტვირთო აი დაგროვებული ნეგატივისგან ან მარტო ყოფნა. მარტო ყოფნა, ოღონდ აი 2 დღე და მე უკვე ვაწყდები კეთლებს აქეთ-იქით, იმიტომ რომ რაღაც მიდიხარ 2 დღე. იცი რა არის, თქვა სახლშიც თუ მომეცემა მაგის საშუალება, რომ განმარტოვდე რაღაცა პერიოდით რამდენიმე საათით, ხო? ან აი რაღაცა გავაკეთო მარტო. ეგეც ძალიან ესეთია რა ჩემთვის. ნუ არ ვიქნები ხა გამორჩეული თუ ვიტყვი რომ მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა ძალიან კარგი მეთოდია მაგისთვის. არ ვარ ჯერ იმ ეტაპზე ჩემი გასხივოსნების მისული რაღაცა მედიტაციები და ასე შემდეგ რაღაცები ვაკეთო. მაგრამ რამდენჯერაც დავფიქრდი, მივხვდი რომ აი დღე, როდესაც მაქვს საქმე, ის დღე ვარ ბედნიერი რა, ანუ პროდუქტიულობა ჩემი და სხვა რაღაცაშიც უკვე მე ბედნიერება დიდწილად არის მაგაზე დამოკიდებული. იმიტომ რომ საშინელი კარიერისტი ხარ. ხო, ალბათ რა და აი მართლა ეგ არის ჩემი საზრდო რა, მართლა გეუბნები მქონდა პერიოდები ცხოვრებაში და აი საკუთარ თავს მეჭიდავე, რასაც ვქვია მაგაზე, რომ ყოფილა, აი ტელევიზიიდან წამოსვლის მერე, რომ არ ვაკეთებდი არაფერს. და გამიღვიძია და მიტირია და დამიძინია და მიტირია რა, იმიტომ რომ აი რაღაცა ისეთი მეკლდა, აი რაღაცა რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თან ეთყობა ბავშვობიდან, რომ ეს საზრდო გეძლევა, ანუ სულ ესე რაღაცა წვეთოვანივით არის და სულ გაქვს რა ეს რაღაცა და მე მართლა ეთყობა ნარკოტიკივითაც არის რაღაცა, რაც ძალიან გსიამოვნებს და აკეთებ. და ჩემთვის მე ყველაფერში კარგი ვარ რა. ყველაფერში პროდუქტიული ვარ და ყველანაირად ბედნიერი ვარ. აი ძალიან დაღლილი და გადაღლილიც ბედნიერი ვარ, როცა ვმუშაობ. ზუსტად ეგრე ვარ და ძალიან კარგად მესმის. და უსაქმურობამ როგორი დაღლაც იცის? ხო, თუმცა ეგ პერიოდი ძალიან მეცადე რომ სწორად გამომეყენებინა ბავშვებთან, იმიტომ რომ ისეთ პერიოდში მომიწია თან ტელევიზიიდან წამოსვა, როცა ორივეს ქონა ძალიან მნიშვნელოვანი ასაკი და დავისახე მიზნად, რომ ეს პერიოდი მათთან აი ნაშენები ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებისთვის დამეთმო რა და
ვფიქრობ, რომ შევწელი ეგ და ეგ პერიოდი არ არის რა ფუჭად ჩავლილი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა დავინახე, ბევრი რაღაცა გავიაზრე. მიუხედავად იმისა, რომ არ ჩემს ოჯახს, არ ჩემს მეუღლეს, არ ჩვილებს არ აკლდათ ჩემი ყურადღება, სულ ვცდილობდი რომ ეგრეთ ამერეგულირებინა. მიუხედავად მაგისა, ძალიან გამომადგა ეგ პერიოდი. რომ აი ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გამყარებული იყო, იმიტომ რომ როცა მოზარდი გყავს, უნდა აი ყველაფერი იქნა და გეცალოს. აი ყველაფერი უნდა ქნა. და აი იმ მომენტ ზუსტად აი იმ ნიშნულოვან მომენტებში უნდა გეცალოს. სალაპარაკოდაც, ფიზიკურადაც და ყველანაირად. რა თუ გინდა რომ მე ლაპარაკი შენთანო იგრძნო? რომ ლაპარაკი უნდა დაიწყო? ადამიანს გააჩნია. ეხა ჩემი უფროსი შვილი მაგალითად ეგრეა. აი გამოგხედავს რაღაცნაირი თვალებით და მე ვხვდები რა თვალებია ეს და უბრალოდ უნდა აი რაღაცნაირად სალაპარაკოდ განვაწყო. იმიტომ რომ თვითონ ძალიან ისეთია ცოტა ჩაკეტილი და რაღაცნაირი ისეთი არამოლაპარაკე ტიპაჟია რა. მაგრამ ეხლა ბევრად გახსნილია. და აი მქონდა პერიოდები რომ რაღაცა ვერ არქმევდა ამ თავის ემოციებს სახელს რაღაცა და აი უბრალოდ სჭირდებოდა როგორც ყოფილიყავი რა და აი ზუსტად მაგ დროს ვიყავი და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ იმიტომ რომ ეგ საფუძველი ძალიან პატარაობაში იყრება აი მე რო თინეიჯერობაში ძალიან უჭირთ კონტაქტის დამყარება აი ეგ დაკარგული დროის ამბავია მანამდე კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი და შენ შვილებს ტელეფონს და აიპადებს და ამ ყველაფერს უკრძალავდი? აი მე კი ეხაც მაგაზე ვჩხუბობ, ხა რო ვთქვა რომ ძალიან დარეგულირებული. ხომ არა, ხო ყოფილა მომენტი რომ შენ თვითონაც მიაჩვეჩე რომ მეგობარს წესიერ დაელაპარაკო. რა თქმა უნდა, თუმცა აი ეგ ცდუნებები, აი იმ ასაკში რომ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, სულ ჩემ თავსაც სულ ვეწინააღმდეგებოდი რა, აი 3-4-5 წლის ასაკში და 6 წლის ასაკში ეგ თემა უფრო კარგად გქონდა დარეგულირებული. ხა 13 წლის ასაკში ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია. უკვე თავისი. იმიტომ რომ თავისი ურთიერთობები აქვს. მთელი ამბავია იქ, გრუპები აქვს. ხო, ერთადერთი რასაც ძალიან მკაცრად ვითხოვ, ეს არის რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ძილის რეჟიმს, იმიტომ რომ არის სპორტსმენი და მან უკვე ხა ვიღაცას ბავშვობიდან თვითონ აქვს რა მაგის გამომშავების უნარი, რომ აი რეჟიმში ჩადგეს და ვიღაცას არ აქვს. ამიტომ აი ძილის რეჟიმს მაგან ხელი არ უნდა შეუშალოს არანაირად, კვების რეჟიმს მაგან ხელი არ უნდა შეუშალოს და აი სულ ლაპარაკობთ ამაზე რა და აი სულ გვაქვს ამაზე დავა, მაგრამ ნუ მე თვითონ ვარ დამოკიდებული და ვის რას ვებლატავები არ ვიცი ოღონდ. და ეგ მაქვს რა, всё, ვდებთ ყველა. გადავდეთ ახლა ტელეფონები და ნუ რაღაცა აქტივობები და აი ესე რა, შენ უნდა ქნა ჯერ და მე იზავენ ეგრეთ. ფილმების ყურება გიყვარს? კი, მიყვარს სერიალების უფრო. მინი სერიალების თუ დიდი სერიალების? დიდი. აუ ერთი საინტერესო რაღაცას უსმინე ამას წინათ, რომ მე მგონი ერთ-ერთი ქართველი მარკეტერი ლაპარაკობდა, ხო, რომ რაღაცა ჩემი დაკვირვებაა, რომ დიდი სერიალები რატომ მოწონთ ადამიანებს უფრო რა და ეგო არის რაღაცა სტაბილურობის შეგრძნება. ხო, და აი ბრენდის მიმართ ერთგულების რაღაცა თეზისებსო ვიმუშავებ ხო და ეგო ეგრე მიყვარს, ანუ აი დიდი 8 სეზონი და 10 სეზონი და აი რაღაცა ეგ პერიოდი მომწონს ჩემი ცხოვრების რამეს რო უყურებ. მეც აი შევიკუჭები და ხო მზადები იმისის რომ პაემანი მოეწყო შენ თავს. ზუსტად, ანუ ეხლა ამასე ვიზამ, ბავშვები ნავახშმები არიან. აბა ყველა თუ რაღაცა და ყველაფერი და ის არის რა ქვია დაალაგებულია და მე მაქვს ეგ რაღაცა საათნახევარი რა, რომ 2 სერია ვნახო. აი ძალიან კაია ეგ. ძალიან ისეთია რა, ტვინს თიშავ. ხო, ძალიან მაგარია. ტვინის გათიშვა არის ძალიან მომინდა. ტვინის გათიშვა არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და თუ შენით ვერ შვები, რაღაცით უნდა ქნა. აი მომიყევი შენი ერთი
იდეალური დღე. ოღონდ წარმოსახვაში, როგორ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული არა. როგორი მინდა რომ იყოს? აი, ყველაზე იდეალური დღე რა. რომელსაც გაატარებდი სიკვდილამდე რა. მოგიყვები. მინდა რომ დილა დაიწყოს როგორ იცი? რომ სახლში ვიღაცა ფუსფუსებს სამზარეულოში და ეს შენ არ ეს ხარ? მე არ ვარ. და იძახის საუზმე მზადა. და ესე აქ რა, აი რაც მე მიყვარს, რაც ჩემი ოჯახის წევრებს უყვართ, ყველაფერი იცის, იმ გემოზე აკეთებს როგორზეც მე. ოღონდ დედას გეფიცები, აი თუ გინდა ყველა დიასახლის დაუსვე ეს კითხვა, ოღონდ მე მართლა დიასახლისი ვარ, ანუ სახლში როგორც ყველა არის, ისე ვარ მე, ანუ არ მყავს ესე ყოველდღიურად არავინ, არც ძიძა, ვინც მეხმარება რა. ნუ საჭმელსაც მე ვაკეთებ და ნუ დანარჩენ რაღაცებსაც თუ არ ჩავთვლით ესე დაალგებაზე დამხმარეს კვირაში ორჯერ. ნუ ყოველდღიური რაღაცები ჩემზეა რა. ხო და ნუ არ მიყვარს, ახლა ვის უყვარს? ხო და აიგრე მინდა რომ იწყებოდეს ეგ დილა. მე რა თქმა უნდა, მე ჭამდე, ყავას ვსვამდე, ერთ ფინჯან ყავას ვსვამ დღეში და ეს უნდა იყოს გემრიელი საუზმის მერე. თუ წესიარად ვერ ვისაუზმებ, აი იმ ყავასაც არ დავლევ, იმიტომ რომ აი ეგ მომწონს. მე უნდა გამოვდიოდი სამზარეულოდან, 7-ად უნდა ავდიოდე ჩემ ოთახში, ვემზადებოდე სამსახურისთვის, გადაღებისთვის, ჩაწერისთვის, პოდკასტისთვის, რასაც ვაკეთებ იმისთვის. ეს რაღაცნაირად ისე უნდა მოხდეს 7-ად. და მე უნდა წავიდე. საცობში არ უნდა ვიდგე, იმიტომ რომ ძალიან ცოტა შორს ცხოვრობ მე და ეგეც ჩემი ტკივილია. საცობში არ უნდა მოხვდე, ანუ არ უნდა დამაგვიანდეს. შემიძლია ვიმუშაო დიდხანს და ის პროცესი. შენი საოცნებო დღე არის ეს. ხო, რომ მართლა გეუნები. და მე უნდა მართლა გეუნები და არ არის სუპერ კარიერისტი ხო? და მე უნდა ესა რა ქვია, ბრუნდები მე სახში. ისე მართლა რა უნდა გავაკეთო მეტი არ ვიცი რომ კარგად ვიგრძნო თავი. სახში ვბრუნდები ადეკვატურ დროს, იდეალურ შემთხვევაში. და მე ყველანი ერთად ვსხდებით, ახშმად. ასევე სხვისი გაკეთებულია საჭმელი. და მე რაღაცას ვაკეთებ, ამ ფილმს უყურებთ, ან რაღაცას ერთად ვშვებით და მე ბავშვები თავისით მიდიან დასაძინებლად. ანუ ერთხელ ვიტყვი და ესმით. ხო, მოგე. ერთხელ რო ვიტყვი, რომ ძილის დროა და აუცილებლად გარბიან ორივე მოიწესრიგებენ თავს. მე რაღაცა ერთად ეს ვაკის, რომ აი ჩავკორდეთ ერთად თუ რაღაცა. ნუ დიდი ბიჭი უკვე აღარ, მაგრამ პატარა. და რაღაცებს რა ბუზეებთ ერთმანეთს ვიცინით და მე 7-ად ვიძინებთ. ოღონდ ვიძინებ ადრე. და არავინ ხელს არ მიშლის, არავინ არ მოღვიწევს. კარგად გამოძინებული ვდგები. მოგლით, ეხლა ეს არის ეს ვანცას მე უღლევ რომ ერთ-ერთი მოვალეობა რაც გაქვს შესაძლებელი არის ის რომ დაიქირავ რომელიც გვანცას ხელებში ჩახედავს და რამდენი ციკვი მარილი იქნება ჩასაყრელი ჩაყრის და მე უკვე ხალბატონო თქვენზე არის გრაფიკი როგორ რანაირად დავლაგდება რომ სახში დროულად მივიდეს და ოღონდ მე მგონი შედგება ეგ ბედნიერი დღე ბევრჯერ. ოღონდ საქმე რაში აიცი? შენ პარვაცადო. თავის მოვალეობის შესრულება. შევა არ ვაცადო და აი მართლა ხელებში უყურო და თან არ გინდა რომ შენთან იტრიალოს ვიღაცა? არა, მინდა, მაგრამ აი გონია რომ აი ჩემნაირად ბავშვ ვერავინ ვერ ბანს, აი რამ ჭირს, არ ვიცი, მაგრამ ეგრე ვარ. რაღაც ნუ ალბათ ეგრეც არის. ჩემი მინუსები მაქვს, რომლის გამოსწორებასაც არ ვცდილობ რა ეტყობ. ხო, ნუ ეგეთი დღე, ანუ თუ არ გავალთ რეალობის ფარგლებიდან, ეგეთია ჩემი იდეალური დღე. მართლა აი რაღაც სადმე კუნძულზე რო ვიწვე, აი მთელი დღე არა, ეგ დებიოლი ვარ და ძალიან კაია, მაგრამ ნუ 1-2 დღე რა. მე მესამე დღეს უკვე მაინც საიცილება თვალი გამოვითხრა. მაინც იმას ვიხე. ხო, და არ ვარ ეგეთი ტიპი რა. შემიძლია რომ ყოველდღიურობიდან ვიყო ბედნიერი. ეხა ექსანდროს რაღაცას თქვა, ტალახში 3 დღე ხო გაძლებ და კუნძულზე ვერ. ხო, მე ტალახი მიყვარს. ხო, ვიცი. ეხა მაგ ბოლო კითხვა შენთან და თავს განებებ. კაი.
ყველაზე კარგი რჩევა რაც ცხოვრებაში მიგიღია. აუ. ძალიან ძნელი კითხვა, არ მახსენდება ეგრე რა. აი ბაბუაში, რა ვთქვათ, ადრე აი ბავშვობაში რაღაც ისეთი კითხვა რჩევა, რომელიც მე და აი რამოდენიმეჯერ ცხოვრებაში გახსენებია რა, რაღაც რჩევა, ყველას გვაქვს ალბათ. ბაბუა ჩემო მითხრა რომ სანო ვინმე შეგიყვარდებაო, ჯერ მე გამაცანიო და ეგრე ვერ ვქენი სამწუხაროდ, მაგრამ მაყოფილი იყო ჩემი არჩევანი საბოლოოდ მოესწრო კიდევ კარგი და ძალიან ბედნიერი ვარ. მაგრამ აი დედას გეფიცები თუ ოჯახის წევრებზე ალაპარაკი ჩვენი მშობლები და ოჯახის წევრები ეგრე იყო არ გველაპარაკებოდნენ ბევრს რა მართლა ანუ არ იყო მაშინ ეს გაცხოველებული საუბრის მოთხოვნილება და ამ საუბარში რაღაცა ურთიერთობების დალაგა როგორც იყო ეგრე იყო რა ანუ ეს იყო საჭირო ეხლა ამას ვაკეთებით ეხლა ამას მე აქ მივდიოდით ამ საათზე ეს აი ესე იყო და მართლა არ ყოლია ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვინც ესეთ რაღაც ფრთიან ფრაზებს ლაპარაკობს, რამაც ჩემზე ძალიან გავლენა მოახდინა. შეიძლება რაღაცა სადმი მოვკარი ყური ან წიგნში ამოვიკითხე ისეთი რაღაცა, რამაც ესე ჩემს ქვეცნობიერში იმოქმედა, თორე ესე არ მაქვს რა ეგეთ რჩევა. არ გამოვდექი კაი რესპონდენტი. არა, დიდებული რესპონდენტი ხარ ისე რომ მე დრო ვერ ვიგრძენი და რა ვიცი. ამან იგრძნო და დამითვალა და გავიდა. რამდენი გავიდა? საათი და რაღაც არის უკვე. ამიტომ გემშვიდობები. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.